ნელ-ნელა უკვე ჩვენი საკრებულო ვადას წურავს, ბევრი საინტერესო დოკუმენტი მივიღეთ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ამ დოკუმენტის თაროზე შემოდების პრეცედენტები გრძელდება და ბევრი მნიშვნელოვანი კიდე, რომელსაც თქვენც კი ამბობდით, რომ მივიღებდით, მიუღებელი დაგვრჩა. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მივიღეთ ბულვართან დაკავშირებით, რომელშიც რამდენიმე 100,000 და 100,000 ლარიც გადავიხადეთ, მაგრამ თქვენ ისიც კი ქენით, რომ რაღაცნაირად შენიშვნები დაურთეთ ამას და იმათზე მაგარი ამბავი გეგონათ თითქოს რომ იცოდით და მაშინ ფულს რაღაც ვიხდით ამ დოკუმენტში ვერ გავიგეთ თუ თქვენ უნდა დაგერთოთ შენიშვნები. შენიშვნით მიიღეთ ეს დოკუმენტი და ბულვარში ამ დოკუმენტის ფარგლებში რა კეთდება, ერთი ამბავი მაინც რო ვიცოდეთ რა. ნახეთ რომ იქ რაც იყო კონცეფციურად იმის მერე ბულვარში არაფერი არ მომხდარა, გარდა იმისა რომ მოქალაქეები რაღაცა ორ თეთრს და ლუკმაპურს რო შეულობდნენ, იმ ადამიანებს დაუნგრიეს მხოლოდ სავაჭრო წერტილები და იმის შემდეგ ფაქტობრივად არაფერი არ მომხდარა მაგ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მივიღეთ იგივე ველოგეგმა ბათუმის, რომელიც თითქოს უნდა ექცია ბათუმი რაღაცნაირად ისეთ ცენტრად, რომელიც ველოსიპედით გაამარტივებდა ქალაქში მოძრაობას და ევროპაში ველოსიპედი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტი და ამასთან დაკავშირებით რა გავაკეთეთ, ერთი ნაბიჯი რა გადავდგით, გარდა იმისა, რომ ბაგრატიონის შუაში იქაც არა ადაპტირებული გზა გავაკეთეთ და ხალხი ერთმანეთს ასკდება, ვერ გავიგე და ყველაზე მნიშვნელოვანი რა ვერ გავიგე იცით? ამდენი ხანი გავიდა. პირველ სხდომაზე მერი დაგვპირდა. იმის მერე კოლეგებო თქვენ, ყველა თქვენგანი, როცა მე ამ კითხავს ვსვამთ, 1 თვე, 3 თვე, 5 თვე, მართლა ელემენტარული რაღაცა, აი საკუთარ თავთან ეს კითხვა არ გიჩნდებათ? პირველი სხდომა რო გადაახვიოთ, ჩვენი საუბარი გქონდა იმაზე, რომ ვიამაყებდით თითქოს, რომ ეს საკრებულო ბოლო-ბოლო მიიღებდა ბათუმის განვითარების გეგმას. თავდება საკრებულოს ვადა. გეგმაზე ბოლოს ხმა თქვენგანმა, აი ქართული ოცნების რომელმა დეპუტატმა ამოიღო. რა ეშველება ამ დოკუმენტს მართლა თავზე დაგვემხო ქალაქი, ნახევ აქ ქალაქში ვაშენებთ. კუნძულს გულისხმობ, რომელიც ძალიან კითხვის ნიშნებთან არის დაკავშირებული. ამდენი კატასტროფა ხდება, ხო ქალაქში ურბანული პრობლემები, აი ყველაზე თვალშისაცემი რაც არის ეს, ეხა იმაში ბენზეში კიდე გოჩაენოქიზეს მოდომები არ აჭა არ იყო თურმე და აჭარაში გადმოსულა ფულის საკეთებლად და ესეთი ხალხი აკეთებს აჭარაში ფულს და ამ დროს გენგეგმა ვერ მივიღეთ. რო გეკითხებით, რატო ვერ მივიღეთ? 2 თვეო 3 წლის წინ მითხარით და თურმე იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ გიაჭყონიამ გოჩა ენუქიძემ ალიანსმა ფულები აკეთოს, მერე თქვენი საარჩევნო კამპანია დააფინანსოს და მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც სრულიად არ იქნება თავსებადი ქალაქთან, ანუ ქსოვილები იქნება დარღვეული. იმ დოკუმენტს მივიღებთ, რომელშიც უკვე აზრი არ ექნება ქალაქის განვითარებასთან. ამას თვითონ ისინი ამბობენ და რაღაცები ვიკითხოთ, ამ დოკუმენტებს ფულად ხო არ ვიღებ, ფულს ვიხდით ამაში და შედეგი არ გვაგდა. მართლა რაღაცნაირად ამ ფული არ გადავიხადოთ და ან თუ ვიხდით, შედეგი მაინც მოიტანოს ამ დოკუმენტებმა, ყველა მათგანმა რაზეც ვისაუბრე. მადლობა. სახელობრივად როცა ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ვაჟა ვიღაცა ფულს შოულობს ასე რომ ამ ქვეყანაში ხალხი აკეთებს ბიზნესს, ხალხი აკეთებს ხალხი საქმდება რა ვერ ეს მიდგომა რა მიდგომა ვერ მივხვდი ასე ადამიანებზე წახება რომ ვიღაცა ინდივიდუალურად რაღაცას აკეთებს. რამე სხვა სამართლებრივად გაქვთ რამე შენიშვნა, რამე სიპარავს, რამე საშავებს, მიმართეთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. ახლა ესე გამოსვლა და ვიღაცა რაღაცას აშენებს, იქ არ იყო, აქ არ იყო, არ მივაჩნია სწორად. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ საგამოძიებო კომისიის ვაჟა მგონი შენ არ შეგაწყვეტინეს და გისმენდი და თუ შეიძლება დაამთავრებინე რა თქვა. მგონი არ გაწყვეტინები და რომ არ ვლაპარაკობთ რაღაცეებს რომ გვაქვს თვალი დახუჭული, მათ შორის მეც ვარ წინა ხელისუფლებიდან დაზარალებული, რომელსაც კერძო საკუთრება მიწა წამართვეს ადლიაში. თუ ვინმეს კონკრეტულად გაინტერესებთ რომ რას ვამბობ, ამის პასუხისმგებელი ვარ და მე თვითონაც დაზარალებული ვარ. და ამიტომ მე რაღაცეები რო გვიკვირს, ძალიან გთხოვთ კოლეგებო, რაღაცა ერთმანეთს ქალაქზე გენგეგმასთან დაკავშირებით, ვაჟა, გენგეგმასთან დაკავშირებით მუშაობს სამუშაო ჯგუფი. ეხლა ჩვენ რა უთხრათ, რომ ჩვენ თქვით, რომ ეს მალე იქნება და დროზე დაასრულე ხა, როგორი იქნება არ მაინტერესებს. ოღონდ იყოს, არა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს კარგად შესრულებული, მნიშვნელოვანი ქალაქზე მორგებული. ეს არის მნიშვნელოვანი, თორე დროის ნაწილს არა აქვს ისეთი მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც აქვს, გამართული უნდა იყოს ეს.